Χριστέ აღსდგა. Χριστέ აღსდგა. Χριστე აღსდგა. გიორცა წინვალე დღესასწაულს. ჩვენი გამოხსნის და გადარჩენის სულიერი და ხორციელი ცხოვრებისა და ცხონების საფრთხო მამობრივი სიყვარულის დიდ სასწაულსა და დიდ მაგალითს. დღესასწაულს ჩვენი სულები გამოიხსნა მაცხოვარმა თავისი ნებით, მამისადმი მორჩილებით, თავსიდო ჩვენი გამოხსნისათვის ჯვარცმა და ჩვენ გაგვანთავისუფლა. დღევანდელი წაკითხული სახარებაც როგორი საოცარ ამბავს ყვება 38 წლის ადამიანი შობიდან აი ესეთი უძური რა მოთმინება ჰქონია და რწმენა 38 წლის განმავლობაში აი იმ საბანელთან იჯდა და ელოდებოდა ღვთის მადლს და როგორი გულისმის ყოფა ჰქონდა და აი მოდის მაცხოვარი და გინდა რომ განიგონო როგორ არ უნდა მაგრამ მეუბნება არავინ მყავს რომ აი ამ წლის აღროვის დროს მე საბანელში ჩამიშვას ჩამეყვანოს საოცარი რწმენა 38 წელი ელოდება ღვთის მადლის მოსვლას და ასევე საოცარი ამბავია რწმენამ როგორ გადაარჩინა ეს ადამიანი აი ამ სულიერი და ფიზიკური უზრუნველობისაგან. ფიზიკურს ხედავთ რომ დავდომილი იყო და რწმენამ მისი აი რწმენით მოლოდინმა და სასვევებმა ღვთისა მადლით განკურნება მიმადლა მას. ხოლო სულიერად კიდე მოდიან მღვდელმთავრები და ეკითხებიან კი მაგრამ შაბათ დღეს როგორ შეიძლებოდა რომ შენ განკურნება გქონოდა და საოცარ პასუხს უბრუნებს უბრალოებით სულის უბრალოებით თავდაბლობით მე ვინც მითხრა ადექი და ალაგე შენი სარეცელი მან განკურნა და ვინ არის ის სახელი რატო არ ვიცი აი ვინც იყო ვინ იყო სახელი მისი არ ვიცი და როდესაც გამოვიდა შევხვდა მაცხოვარი და ეუბნება ცოცხალი ხარ და აღარ ცოდო იცოდე და მიხვდა რომ ეს იესოა კიდევ ეკითხებიან კი მაგრამ რანაირად შეიძლებოდა რომ შაბათ შენი განკურნება ვიღაცას აღესრულებია ეს ხორჯულის დარღვევა არის ეს კიდევ მე არ ვიცი ჯული დაარღვია თუ არა სახელი მისი იესოა და მან მითხრა ადექი აალაგე ცხედარი შენი და მშვიდობით იყავ იარე ჩვენთვის არის სამაგალითო შობიდან სნეული გარღვეული რომელიც საერთოდ ფეხზე ვერ იდგა დიდი რწმენის მქონე ჩვენ კიდე ღმერთთან ყველაფერი მოგცა უნაკლო ფიზიკური მდგომარეობა ან თუ სულიერი სიმტკიცე ან თუ ცოდნა იმისა პირველი საუკუნეებიდან დღევანდლამდე თუ კი რაიმე მომხდარა სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი წინ გვიდეს ვიცით ნაირ-ნაირი რასაც გვინდა იმას ავიკითხავთ წმინდა მამები თუ მოციქულთა ქადაგებები თუ ასრულებული სასწაულები წარსულში და დღესაც რომელიც აღესრულება ყველაფერი გვაქვს მაგრამ აი ამ გარღვეულის რწმენა სად არის არ არის 38 წელი წარმოვიდგინოთ ავე ერთი წამით როგორი არის რომ იყო გაწუხებდეს გტყიოდეს და იმედით სასწაულებზე ღვთის მადლის მოსვლას და განკურნებას სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. ერთი ესეთივე შემთხვევა გახსენთ ალბათ, როდესაც ასევე დავდომილი მიხავთ საკაცით, საწოლით და იმდენი ხალხი იყო, სადაც უფალი იჯდა იმ სახში, რომ ვერაფრით ვერ შეევიდნენ და მისმა თანხლებმა პირებმა სახურავი ახადეს და იქიდან თოკებით, ბაგირებით ჩაუშვეს მაცხოვართან, სადაც იჯდა იმ ოთახში და გაუკვირდა რწმენა არა მხოლოდ იმ სნეული ადამიანისა, არამედ ამ რწმენით გამტკიცებული მისი თანხლები ადამიანებისა, რომლებმაც იგი მიიყვანეს და როგორი ერთგულება გამოიჩინეს, ხო? არც დასტოვეს მის რწმენას, სასწაულებას მიენდნენ, მიიყვანეს
და როცა ნახეს რომ კარით ვერ შევიდნენ სახურავიდან ჩაუშვეს და მაშინ უფალი ეუბნება სარწმუნოებამ შენმა გაცხოვნა შენ ლაზარე 4 დღე მკვდარი რომელიც რო აღადგინა და შემდეგ სახარება ამბობს რომ ლაზარე უფლისა მეგობარი და მისი დები ერთ ოთახში არიან და უამრავი ხალხი მოდის რომ ნახოს ცოცხალი წინასწარმეტყველი სასაულთმოქმედი და უფრო მეტი კიდევ ლაზარე რომელიც 4 დღეს მკვდარი აღადგინა და დღეს ცოცხალია და ლაზარეს გულისთვის უმეტესია მოდიოდა და მაშინ განიზრახეს რომ მოეკლათ ლაზარე რადგან ბევრი მოდიოდა ქრისტეს სარწმუნოებაში დღევანდელი დღე მართალი ტაბითა ყველა ტიროდა ყველა გლოვობდა წუხდნენ რა ეს მართალი კეთილი საქმეების აღსრულებელი ესე გარდაიცვალა და ანახებენ მოციქულს რომ აი ნახე რამდენი კეთილი საქმე გააკეთა და აღადგენს ტაბითას და ყველას გაუხარდება და შემდეგ მამების სახარებაც ეკლესიაც გვასწავლის არა მხოლოდ საქმით ცხონდება ადამიანი არამედ რწმენით იმიტომ რომ საქმე რწმენის შედეგია და რწმენა საქმის გარეშე მკვდარი არის დღეს ბევრს ლაპარაკობენ ყველანი თითქოს მოსურნენი არიან ეკლესიამში და თითქოს ქვეყანა ძლიერი იყოს მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ყველა ასეთად მეტყველსა და მოლაპარაკეს უფალი მეფობს რასაც უფალი ინებებს ისე იქნება ქვეყანას თუ რაიმე აკლია და უჭირს მიზეზი ღვთის მოწყალების ნაკლებობა კი არა საკუთარი ჩვენი თავია მოვიდა მაცხოვარი ნათელი სოფლისა და სოფელმა ვერ იცნა იგი და დარჩა ისევ სივნელეში მღვდელმთავრებს სინედრიონის წევრებს სხვანაირი მეფე უნდოდათ მაგრამ ესეთი მეფე თავმდაბალი არ უნახავთ ამიტომაც არ მეიღეს უნდოდა ძლიერი და ასე ვთქვათ მთელი ქვეყნიერების მბრძანებელი და მმართველი მაგრამ ქრისტე ესეთი იყო მაგრამ იყო თავმდაბალი ამას არ ლაპარაკობდა და არც თქვა თავისი ძლიერეზე ლაპარაკობდა ის კი არა როდესაც პილატესთან მიიყვანეს ეუბნება შენ ხარ ქრისტე მეუფეურიათა ხმარ გასცა კიდევ გაუმეურა არაფერი არ უპასუხა ნუ თუ არაფერს არ მეტყვი როცა მე მაქვს ძალაუფლება რომელთაც შემიძლია დაგსაჯო ან გაგანთავისუფლო და მაშინ პასუხობს არ არის ეს ძალაუფლება შენი ღვთით არის მოცემული განრღვეული რით გადარჩა რწმენითა და მოთმინებით რით შეიძლება დღევანდელ ყველა იმ ხაფანგს სიტყვიერ თუ საქმით დაგებულს მოერიდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი რწმენითა და მოთმინებით რამდენი ბევრს ილაპარაკებს მორწმუნე ადამიანი მით უფრო თავის თავს მახეს დაუგებს სიბრძნე ოქროაო მაგრამ დუმილი ორჯერ უფრო მეტი ოქროა სიბრძნე არაა მხოლოდ წიგნიერი შეიძლება სულიერი ჰქონდეს ადამიანს და ის აღემატებოდეს ყველაფერს მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთს ხელეწიფება მისცეს მისაცემელი ვისაც ის თვლის ღირსად და საჭიროდ ეს არის უფალი თავად განღვეული აღადგინა არა იმიტომ რომ კეთილი საქმეები ჰქონდა ჩადენილი არა იმიტომ რომ მოთმინება ჰქონდა და ამ მოთმინებით სასოება არ წარეკვეთა რწმენა ჰქონდა და ამ რწმენით ელოდებოდა ყოველთვის ყოველ ჯერზე და უფლისა მადლმა და კურთხევამაც არ დააყოლნა რა უნდა ვთხოვოთ უფალს ორი რამ სიყვარული უფლისა
გამსიყვარულით გამტკიცებული რწმენა და სასოება უფლისა. ხოლო ეს რწმენა და იმედი ღვთისშეწევნისა ჩვენ მოთმინებაზე გადის. მერთმა მოგცეს მოთმინება, რწმენა და სასოება უფლისა. ვინც მოთმინებით შრომობს და ვინც დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. ჩვენი ცხონების გზა მოთმინებაზე დაშენებული რწმენა, სიყვარულით უფლისადმი მიზნული და მიტანილი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არის ღმერთი.